სიმღერა ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან მღერი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა. როდესაც პირველად გამოვედი ნიჭიერის სცენაზე, ძალიან თბილი მაყურებელი დამხვდა და ოვაციებით შემხვდა. გეგა მითხრა, რომ შენს უკან ნიჭიერი რომ წერია, უფრო დიდი ასოებით უნდა დაგვეწერა შენთვისა. არა, ვერაფერს ვერ გეტყვი, ეხლა განსაკუთრებულს, გარდა იმისა, რომ პირდაპირ კის გეტყვი და ის წარწერა ცოტა პატარაა შენთვის, ცოტა დიდად უნდა დაგვეწერა. როდესაც ჩემი გამოსვლის შემდეგ სკოლაში მივედი, ყველა ძალიან თბილად შემხვდა და მილოცავდა. მე ამით ძალიან გახარებული ვიყავ. ძალიან მინდა ნახევარფინალში ჩემ გულშემატკივრების წინაშე ძალიან კარგად წავსდგე, რადგან მათი იმედები არ გავაცხინა. მასე ლენგას ვიადაძე და თბილისის ოპერისა და ბალეტის კამერული ორკესტრი. გადასარევია. მე თოჩემო რა ნიჭიერი გოგოა. დაბრუნებული ვარ ჩამოყალიბებულს დასწრულ მომღერალსაც გავუჭირდებოდა ასეთ არაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად სიმღერა. არა ნახო დარბაზი ხო გადარეულია, ჟიური გადარეულია, მეც გადარეული ვარ და გეძებეთ და გიპოვეთ. შემოსაყარე. ცოტა მაღალზე დააყენეთ, ეგ ბავშვო კარგად გამოჩნდეს და დაინახონ. მოდი, არა შეგვიფასეთ კარგია. ნიჭიერესი გოგონად, ხო? საოცარი გამოსვლა შეგვიფასეთ. არის ულამაზესი მართლა, უნიჭიერესი. მართლა საოცარი ხმა, აქ ვიცი, მე მგონი
ნუ დამძრახავს, ნუ რავი თუ ვიტყვი რომ მე მგონი ყველაზე კარგი მომღერალი ამ პროექტში ყავს ეს ბავშვი. არაჩვეულებრივი ხმა აქვს, არაჩვეულებრივი სმენა აქვს, არის არაჩვეულებრივი ვიზუალურად და უშეცდომოდ არის ნომერი, რომელსაც მართლა მე მგონი ვერაფერს ვეღარ დაამატებ, იმიტომ რომ სრულყოფილი არაჩვეულებრივი გამოსვლა ქონდა. ბრავო. მადლობა გეგას, ბანავ გისმე. არის მე პირდაპირ გეტყვით, ეს იყო მართლაც საოცრება. ნუ ამ პატარა გოგოს ამ ხელა ორკესტრი უდგას უკან. საერთოდ არ ეთყობა ნერვულობა, ანუ თითქოს ისე იქცეოდა სცენაზე, თითქოს საკუთარ სახლში გრძნობს თავს. ანუ არის მართლაც პატარა პროფესიონალი მომღერალი. პროფესიონალი შემდგარი მომღერალი. სიდისი აქვს და არც სმენა. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის მე ვარსაკული წყება რომ სოფო არ არის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ 3 საათში აფასა და ლეკას